გარდა იმისა, რომ ეს არის სამედიცინო სერვისების, მაღალი დონის სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება რეგიონისთვის, ის არის განთავსებული სოფელში, რომელიც ყველაზე ახლოს მდებარეობს საოკუპაციო ხაზთან. და ბუნებრივია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათი, მთლიანად საქართველოსგან გაცხადებული პოლიტიკის დასტური, იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ სამშვიდობო საშუალებებით, სამშვიდობო ინსტრუმენტებით ხელი გაუწოდოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ადამიანებს. რუხის კლინიკა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც განხორციელდა და დღეს წარმატებით ოპერირებს. მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც რეგიონისთვის, ასევე იმ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზს მიღმა. მე ძალიან მეამაყება, რომ ასეთი დონის კლინიკა, ასეთი დონის პროფესიონალებით და რა თქმა უნდა, ასეთი დონის აღჭურვილობით არის ჩვენს რეგიონში. იმ შედეგებით, რასაც დღეს რუხში არის მიღწეული, ბევრი კლინიკა, რომელსაც დიდი ისტორია გააჩნია, ვერ დაიკვეხეს. ორმაგად არის ხაზგასასწრები ის, რომ რუხის კლინიკა მდებარეობს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიასთან და ის დახმარება, რაც ის ჩვენ აფხაზეთის მოსახლეობას იწევს და დარწმუნებულია, რომ ეს პროგრესი გაგრძელდება ამ სამავტყოფოში. დაწყებული 23 წლიდან დღემდე ამ სამავტყოფომ განიცადა საკმაოდ დიდი პროგრესი, გაზრდილია მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი, გახდა ერთ-ერთი ლიდერი კლინიკა რეგიონში, ვითარდება სხვადასხვა დარგში, სხვადასხვა მიმართულებით დღესდღეობით არსებული მიმართულებას მალევე ემატება რამოდენიმე სერვისი, რომლის დამატების შემთხვევაში ჩვენი რეგიონის მოსახლეობას ექნება სრულყოფილად ადეკვატურად მომსახურე კლინიკა.